ყოველთვის მეგობრებო ძალიან კარგი ვარჯიში გქონდა და ახლა მოდით ვთქვათ რა გვინდა რომ წელს გავაკეთოთ სკოლაში. მოდი მე დავიწყებ. მე მინდა რომ ჩრილდერობის ყველა შეჯიბრი მოვიგოთ და დედა რო დამთანხმდეს რომ გავიკეთო ენის პირსინგი. ენის პირსინგი ძალიან მინდა. კარგით, თქვენ რა გინდათ სკოლის ამ წლის ბოლომდე? მე მინდა რომ ზაკატი გავხადო ნორმალური თინეიჯერი. და მე მინდა რომ წლის ბოლომდე თქვენს გუნდში ვიყო, იმიტომ რომ მეშინია რომ გამაგდებთ. დიანა, ჩაწერე რომ მინდა რომ ერთი ჩრილდერის გული მოვიგო. და ძალიან დიდი იმედი მაქვს გავმივა. მასკოტ, როგორი შეუმჩნეველი ხარ. კარგი მასკოტ, შენ სურვილს ჩავწერთ აუცილებლად. ისენე და ჩემი გულის გოგოს შავგრემანი ბიჭები უფრო მოწონს თუ ქერა. მასკოტ, ამას შენით გკითხავ. ეს არ არის ჩასაწერის სურვილი. დიანა, არ გინდა კიდევ ერთი სურვილი დაამატო? რომელი? ზიპზე. კნოპა, გავიგე, მართალი ხარ. დავამატებ. იმედი მაქვს ზიპი ბანის სკოლაში ისწავლის. ხო, იმედი მაქვს. ეს რომელია? დიანა რომ ქალგარეთ სახლში ხვდებოდა ზომბი? ხო, ზუსტად კარგი ბიჭია. არა დიანა, ეს მაგარი ბიჭი საჭირო არ არის. უბრალოდ მოვა და ეცდება ტიმურ შენი თავი წავართვას და მერე პრობლემა შეიქმნება. ტიმური არ მისცემს უფლებას რომ დიანა მოსტაცონ. ხო, იმედი მაქვს. დიანა, მგონი ტიმური ცოტა სუსტია, სუსტი შეყვარებულია. ალექს, ამას ნუ ამბობ, მიწყინება. კარგი გავჩუნდები. აბა, შესანიშნავი ამბავი. ხო, ამბავი მაგარია, მაგრამ მაგ ტიპს აქ არავინ არ მიიღებს. თან დიდად არ მომწონს. კოსტა რა დაგემართა, სიპი ნორმალური ბიჭია, ამ სკოლაში ყველაფერს კარგად გააკეთებს. ხო, ჩრილდერები გავუბედნიეროთ, ძალიან გავუკვირდებათ. კარგი, ხო, წავიდეთ, მაგრამ ნახავთ, რომ ჩრილდერებს სიპის მოსვლა ამ სკოლაში არ გავუხარდებათ. კოსტია, რას ამბობ? ის ხომ ჩემი ძმა, მე თუ გიყვარ ვარ, ჩემი ძმაც უნდა გიყვარდეს აუცილებლად. არა, შენი ძმა არ მეყვარება. კარგი, მორჩა, წავიდეთ და უთხრათ ჩრილდერებს ახალი ამბავი, ვეღარ ვითმენ. და ბოლოს სურვილი, იმედი მაქვს რომ მერი და ნასტია ოდესმე შეიცვლებიან. არა, არ შეიცვლებიან. კნოპა, იმედი ბოლოს კვდება. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა. ბავშვებო, ალბათ რაღაც აგერიათ. აქ არავინ არ არის, ვისაც დაბადების დღე აქვს დღეს, თუ მე არ ვიცი რაღაც. იმიტომ რომ დღეს, ვაიმე, ჩვენ გოგონა შენი დაბადების დღე იყო. ხო, დიანას დის დაბადების დღეა. ბავშვებო, ამის გამო არ მოსულხართ, ხომ ასეა, ზაკა, სიმართლე თქვი, რა ხდება? არასდროს არ მეგონა რომ ზომების დაბადების დღის სიმღერას მოვისმენდი. მეგობრებო, ჩვენ ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს. მიდი ზუ, უთხარი. მე რატო ზალინა, შენ უთხარი. გოგოებო, ჩემს ძმას ზიპს უნდა ამ სკოლაში მოსვლა, მიიღებთ? არა, ეს შეკითხვა არ არის, აუცილებლად უნდა მიიღოთ, ამ სკოლაში საუკეთესო იქნება. აი, ოცნებები ხდება. მასკოტ, ჩუმად, რატომ უნდა აქ მოსვლა? იმიტომ რომ კიდევ უყვარხარ. კნოპა, კიდევ ერთი ზომბი მაგარია. კარგი, გოგოებო, დაწყნარდით, რა თქმა უნდა, ზიპს უფლება აქვს მოვიდეს. დიახ, მივიღებთ. ხო, კარგი იქნება. ბანი ახლა გაკოცებდით, მაგრამ არ შეიძლება ეს ზომბი. ხო, არ შეიძლება. მორჩა, ზიპი ამ სკოლაში იქნება და ყველას თავის ადგილზე დააყენებს. ხო, მერე მთელი სკოლა ჩვენ წინ ასე გაივლის. არა, ზიპი ვერაფერს ვერ მოუგვარებს, ბაჭიებო, არ უნდა მიიღოთ, ძალიან ბევრ პრობლემას შექმნის. კარგი, კოსტია, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ბანი ვართ და ყველა პრობლემას გადავჭრით. ველოდებით ზიპს სკოლაში. აბა, ეცადო ზიპი და ამ სკოლაში პრობლემები შექმნას. ყველაფერს მე მოვაგვარე. ხო, ფუმფულა, მართალია, გეთახმები. ეს ფუმფულა არ მომწონს, რაღაც ზოგჯერ მეტები მოსდის. ზიპს ვეტყურო პირველი ამას დაელაპარაკოს. დაივიწყეთ, მალე მაინც ზიპი მოვა ამ სკოლაში და ნახავთ მე ყველაზე მაგრები ვინ იქნებიან. მე და ზიპი, რა თქმა უნდა. კარგი, ზაკატ, მაგრამ ასევე ძალიან მაგარი კოსტიაც ყავს. მადლობა ზალინა, რომ შენ მაინც არ გავიწყდები. კარგი, გაკვეთილზე წავიდეთ. ფეხბურთელებო, არ ხართ იმ ადამიანების სიაში, ვინც ფული გადასცა თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ცხოველებს. ვირთხებო, ეს ხონება ყოფლობითია. გუკითხე, იქნებ არ გვაქვს ფული. რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია, მაგრამ ვისაც ფული არ აქვს, ის წავა დასალაგებლად. ხო, ყველა ჩვენ სკოლაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მე დავალაგო? არა, გამორიცხულია. დიმა, უთხარი? ხო, მაშინ უბრალოდ ფული გადავიხადოთ. უმჯობესია ლატე დავლიოთ. ვირთხებო, ჩემი და გოგოების სახელები ჩაწერეთ, ყველაფერს დავალაგებთ. დიმა, არა. არა, გოგოებო, კი, და ახლა კაფეში წავიდეთ. ეს გაიგე? მე ვერ გავწმენდ, არა. ხო, რა უგულოა. ამას შეხედე. გინდან იძლევა დავდოთ? არა, შენთან იძლევის დადებას არ ვაპირებ. ხო, იმიტომ რომ გონია რომ დიანას მოგყვარო, მაგრამ ის მოპარვას არ ვაპირებ. მას დავიბრუნებ. მეგობრებო, მესმის რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვარჯიში 10 წუთში იწყება. აბა, ბავშვო, შევთანხმდით? კარგი, ხო, დავნიძლავდით და პრიზი რა არის? კარგი, მოდი კინოს ბილეთები იყოს, რომ მოგების მერე დიანა პაიმანზე წავიყვანო. კარგი, რომეო, ჩაჯერი. მოდით ვარჯიშზე წავიდეთ. რომეო, ჩაჯერი.
გამარჯობა უერთებო. გამარჯობა. სმაილი და ტიმური ძალიან მაინტერესებს, როდემდე უნდა გაიყონეს დიანა. მე მგონია, რომ დიანა მალე სმაილს დაუბრუნდება და მე მგონია, რომ სულ მარტო დარჩება. დიმა, გაიკეთე ჩაფხუტი. რატომ მხოლოდ ვარჯიშზე ვიკეთებ? მინდა ფოტო გადავიღო, რომ მეგობრებმა დაიჯერონ, რომ ფეხბურთელი შეყვარებული მყავს, ისე არ სჯერათ. კარგი. შეიძლება შემოგიერთდეთ? არა, ჩვენ წყვილი ვართ. ხო, თქვენ წყვილი ხართ და მე ზედმეტი ვარ. მომისმინე, შეყვარებული როცა გიყოლება, გაიგებ. თხა. დიმა, შეგიძლია თავი მოიკატნო, ვითომ მკოცნი? არა, ჩაფხუტი მიგეთია. კარგი, მაშინ მეგაკოცებ. აი, ის მოგვიტანე კაკაო ახლავე. ბლონდი, დაწყნარდი. ვერ ვწყნარდები, შეხედეთ ჩემს ხელებს რა სჭირს. ბლონდი, უნდა დაწყნარდე. არა, დაინახე, დერეფანში დაინახეთ ბანის პოსტერები ყველგან. ეს ბანის სკოლაა და რა თქმა უნდა, ბანის პოსტერები იქნება. ბაყაყების პოსტერიც უნდა გავაკეთოთ სადმე. აი შენი ბანანის რძისლადე, ძალიან გემრიელია და ახალია. ლორენ, მორჩა. არა, კიდევ ერთი გადავიღოთ ლატეთი. აი ესე აწიე. აი ეს. ხო, მოგეწონათ ბანანის რძისლადე. რა თქმა უნდა, ასეთი მამაცი არ ვარ, მაგრამ დღეს საღამოს რას აკეთებ? ეფლირტავება? აღარ კანკალებ. კი, ვკანკალებ. საღამოობით კაფეს ვალაგებ ხოლმე, დახმარება ხო არ გინდა? არა, უბრალოდ მინდოდა კინოჟიში დამეპატიჟებინე. ვაიმე დაო. ისე იცოდი, ამას თუ პიცა გაიგებ, სამშენი ადგილი აღარ იქნება. მოგესალმებით ყველას. აი ეს მოგვიტანე შენი ბანანის რძისლატე. ახლავე გოგოებო, მიხარია რომ მოგეწონოთ. გოგოებო, სიგიჟეა რომ ზიპი ამ სკოლაში მოვა. დიანა, ერთი წუთით ასეთი ბედნიერი რატომ ხარ? კნოპა, იმიტომ რომ კარგია ჩვენთან რომ მისწავლის. თან უცხო არ არის მაინც ჩემთვის ზიპი, ხო მიცით? იმედი მაქვს ნორმალურია. ალექსა, ყველა ნორმალურები არიან. ბაყაყებო, რატომ გვაშტერდებით? საკუთარ თავს რამდენი სუფლებას აძლევთ? ისედაც ხომ გვაღიზიანებთ და ახლა მოგინდათ რომ პოსტერები გამოვაკრათ მთელ სკოლაში? ბაყაყებო, არ მესმის ამდენი სიძულვილი რატომ? ბანის სკოლაა და რა თქმა უნდა იქნება პოსტერები. ჩვენი პოსტერებიც კი არ მოსწონთ. ზედმეტად მობიერად ელაპარაკებით, ადგილას უნდა მისვათ. იცით რა ბანი, თქვენს მესამეს გადაეცით ამ ბანის, რომ ნერვებს გვიშლის და ზედმეტს ლაპარაკობს და ჩვენ საერთოდ არ დაგველაპარაკოს. გასაგებია? ეს ჩემზე თქვა? მგონი კი. საკუთარ თავს რამდენი სუფლებას აძლევენ, გომბეშოები. მათთან ჩხუბს აზრი არ აქვს, ვერ გაიმარჯვებ. გოგოებო, მოდით ჩვენ საქმეს მივხედოთ, ბაყაყებთან რომ ვიჩხუბოთ, ახლა მთელი დღე გაგვინად გურდება. მადლობა აის. გოგოებო, თქვენთვის ბანანის ლატე დიდი ჩიქებში გავაკეთე, იმიტომ რომ ვიცი რომ მოგწონთ. მადლობა აის, ძალიან საყვარელია. ლუზერებო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, ბართან ახლოს ნუდგებით, ხო არ გინდათ რომ გატეხოთ? ბანანის ლატესთვის მოვედით. ამაზე გემრიელი არაფერი გამილევია. ყველაზე დიდ ჭიქაში მინდა, ყველაზე დიდ. ჯიჯი, ისე რომ იცოდე ლატეში ბევრი კალორიაა. პროვასტი, კალორიები ჩემთვის პრობლემა არ არის. აი ეს ყველაზე დიდი ჭიქა. 2 ბანანის ლატე და 1 ვეგანური პიცა. კარგი მეგობრებო, მაგრამ 20 წუთი მაინც დამჭირდება. ჯერ ბანანები უნდა გავუწყნო და მერე ბლენდერში ჩავყარო. მაგარია, მაგრამ მალე გაკვეთილი გვეწყება. და შენი ასისტენტი პიცა სად არის? პიცა საქსოფონის გაკვეთილები აქვს, მოგვიანებით აქ დაუკრავს. ვაუ, რა მაგარია, მაგრამ საქსოფონი კაფეში ზედმეტი არ არის? ხო, ჯობია პიცა გააკეთოს. მე ეს მიყვარს, ოცმაგი ყოლით როა, ძალიან გემრიელია. კარგი მეგობრებო, დასხედით, არ მომწონს, როცა გარშემო ბევრი ხალხი არის. გოგოებო, არასწორი სითხე აქ იპოვეთ. მასწავლებელო მაიკ, ამას შეხედეთ. ლეილა, ეს უბრალოდ დიანას ჩაშლილი ექსპერიმენტია. მასწავლებელო მაიკ, ეს DNS ექსპერიმენტი აღარ არის, დასუნეთ. აბა, მასწავლებელო მაიკ, მიხვდით რა სუნიც არის? ექსპერიმენტი, ხო? კარგი, უნდა გავიგოთ ეს ვინ გააკეთა. ოღონდ გადაასხეთ. არა, მასწავლებელო მაიკ, ვინც გააკეთა, იმან გადაასხას. და ისე როგორ უნდა გავიგოთ? კამერები დააყენეთ, მასწავლებელო მაიკ. მასწავლებელო მაიკ, ვირთხებო, გადით ამ ოთახიდან, მასწავლებელ მაიკთან უნდა ვისაუბრო. ნასტია, ხომ არ გინდა რამე აღიარო? რა? საუბარი მინდა თქო. გოგოებო, კარგი, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ და ჩვენ გავიგებთ ეს ვინ გააკეთა. გავიგებთ. მასწავლებელო მაიკ, თავი ლუზერი მგონია ამ სკოლაში. უნდა დამეხმაროთ, რომ დავუბრუნდეთ ჩერილდერობას. გთხოვთ. ნასტია, ეს ჩემი საქმე არ არის. ების უთხარი. მასწავლებელო მაიკ, მწვრთნელმა ები გამაგდო და არასდროს დავამბრუნებს, მაგრამ თქვენი შეყვარებულია და შეგიძლიათ რომ კარგი, ვეცდები რომ დავითახმო. ან არა, არ მგონია ების დათანხმება გამომივიდეს. მასწავლებელო მაიკ, არ გესმით? არავინ არ საუბრობს ჩემთან, ლუზერი ვარ, ლუზერი, დამეხმარეთ. ნასტია, მგონი ჯობია რომ ბაჭიებთან წახვიდეთ და მათ დაელაპარაკო. მასწავლებელო მაიკ, საერთოდ არ მისმენენ. არა ნასტია, შეცდომა შენ დაუშვი და შენი პრობლემა შენც უნდა მოაგვარო. უკვე დიდი გოგო ხარ, მე-11 კლასში. და მე რა რომ მე-11 კლასში პასუხისმგებლობა უნდა აიღო.
მომისმინეთ მასწავლებელმა იქ თუ არ დამეხმარებით ძალიან გავბრაზდები და იქნებ რამე სხვა გავაფუჭო. ხო მეუბნებოდა დედაჩემი რომ მასწავლებლობა რთული იყო და რომ თინეიჯერები გიჟები იყვნენ. რატომ არ მოусმინე? გოგოებო, კიდევ მინდა რომ რაღაც დავამატო სურვილების სიას. მინდა რომ ბაყაყები უფრო კეთილები იყვნენ. სულ გულანძღავენ და გვიყვირიან უმიზეზოდ. ხო, ეს კარგი სურვილია. კეთილები რომ იყვნენ, ერთი პრობლემა მოგვეხსნებოდა. ხო, გეთანხმები, კიდევ ერთი განსაკუთრებული სურვილი. მინდა რომ ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებს, ყველამ გამოიწეროს ჩემი არხი. აი ასე. ეგ არ მოხდება. ალექსა, რატომ გგონია? მოდი ნიზლავიდოვდოთ. დიანას მაგარი მაყურებლები ყავს და ენდომებათ რომ დიანას სურვილები აუხდინოთ. კარგი. ალექსა უბრალოდ ახალია ამ სკოლაში და არ იცის რომ დიანას ყველაზე მაგარი მაყურებელი ყავს. ხო, მართალია, გოგოებო, იქნებ რამის დამატება. დიანა, შენ ჩემთვის უბრალოდ გოგო კი არა, ვარსკვლავი ხარ. თვარე კი არა, მზე ხარ და სამყარო კი არა, ჩემთვის ნამდვილი ჟანგბადი ხარ. ვახ, სმაილი ნამდვილი ბავშვით იქცევა. ეს ნიზლავია და სმაილი წააგებს. ახლა წარმოვიდგინე ამ სიტყვებზე დიანას გული რომ მოუვეს და ნახომდის კითხვას. არა. ამას მე არ მეტყვის, მე მართლა უყვარვარ. კარგი, ახლა ვნახავთ დიანას როგორ უყვარხარ. სმაილ, პირველ რიგში ადექი და მეორე რა სისულელეს აკეთებ. თითქოს დიდი ბიჭი ხარ, მაგრამ შენი საკითხი. კარგი რა დიანა, ახლა შენ გამო ჩემი ბოლო ხურდები უნდა დავხარჯო. სმაილ, წააგე. კინოს 2 ბილეთი. ჯანდაბა ტიმურ, რა არის ეს? კარგად ხარ? როგორ შეგიძლია ნაძლევი დადო და შენ შეყვარებულიც სულელები. საყვარელო, მე დარწმუნებული ვიყავი რომ წააგებდა და კინოს 2 ბილეთი მექნებოდა. ამიტომ დღეს საღამოს გებადიჟები. გამაღიზიანებელი ბავშვი ხარ. წამოსვალ, წავედით. ხო, მოვდივარ. დიანა, ისე იქნებ მაინც დაფიქრდე ერთხელ. არა, ნუ ღარ კამათობ. სმაილ, გადი და კარი დახურე. ხო, დიანა, სმაილი შენ გარეშე ძალიან შეიცვალა. ძალიან უცხოვრი გახდა. ხო, სად არის ის მაგარი სმაილი, რომელიც ადრე იყო? ეგ სმაილი წარსულს ჩაბარდა, ახლა სულელივით იქცევა. მოდით ეს ოთახი ჩვენი გავხადოთ. ხო, უბრალოდ ეს ასოები უნდა მოვაშოროთ და ეს ხალიჩა. არა, ეგ უგჭირდება, სადმე ხომ უნდა დავსხდეთ. კარგი, გოგოებო, ახლა ჩვენი საკუთარი პოსტერი გვაქვს. საიდან გაქვს? ადგილები უნდა იცოდეთ. ძალიან გრძელი კონტაქტების სია მაქვს. კარგი გოგოებო, ახლა უნდა ავარჩიოთ სად გავაკრათ. ლონდი, ძალიან მაგარი ხარ. ჩვენი პოსტერი უფრო მაგარია ვიდრე ბანის. ვამაყობ რომ ბაყაყი ვარ. ახლა საკუთარი ოთახი გვექნება ბაყაყების პოსტერით. ამ პოსტერისთვის დღეს ბანანის ლატეზე დამპატიჟებთ. კარგი, არ არის პრობლემა. ახლა მოვიფიქროთ სად გავაკრათ. აი აქ. ლუზერებო, ბანი ხომ არ გინახავთ? თავსი კატუნებ თვითონ ვერ მომჩნევთ, გეკითხებით, ბანი ხომ არ გინახავთ ვინმეს? გამარჯობა. რამე ხმა ხომ არ გაიგეთ? არა, მე არაფერი მესმის, თითქოს ბუზი დაფრინავს. აი ამიტომ ხართ ლუზერები და ამიტომ არ გემეგობრებათ არავინ. ზუსტად იმიტომ, რომ უგულოები ხართ. სერიოზულად, ახლა ამან უგულოები დაგვიძახა? ჩვენგან არაფრით განსხვავდები, ლუზერებისგან, ფრთხილად იყავი ამიტომაც. არასდროს არ ყოფილ ვარ და არასდროს არ ვიქნები ლუზერი. ახლა წავალ და ბანის გუნდს შევუერთდები ისევ. აი ნახავთ, მივაღწევ ჩემს მიზანს. მართლა გონიათ რომ მიიღებენ? რა ვიცი, მე ვფიქრობ, არა. არა, არ დაიბრუნებენ. ნასტია ნელ-ნელა იძირება და ლუზერი ხდება. ხო, ეგ უნდა იგრძნოს ახლა. მეგობრებო, მხოლოდ ვიღაცები ფიქრობენ, რომ ლუზერები ვართ, სინამდვილეში მაგრები ვართ. მაგრები ვართ. გაიწიეთ. გიჟი. მიზანს მივაღწევ და არანაირი დაბრკოლება არ მექნება. რა მიზანი, რა დაბრკოლება? რა თქვი? ზიპს უთხარით რომ ველოდებით და ჩემგან მიესალმეთ. ჩემგან არა. ხუმრობს. კარგი, როგორც კი ზიპი მოვა იგრევე ვეთქვით. ოღონდ ტელეფონი მიგჭირდება, ჩაკვეჩილი ვაშლითქვა. ხო, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ვუკავშირდებით. თუ კარგად მოიქცევით, ტელეფონებსაც გიყიდით. ვუყიდით? დიანა უყიდის. კნოპა, კარგი სიტყვები. და ტელეფონები რა შეჭირდებათ? აშკარად ტელეფონების გარეშეც კარგად არიან. არა, მე მჭირდება ტელეფონი, იმიტომ რომ მინდა ღამეს კნოპას მესიჯები გავუგზავნო ხოლმე. ჩვენ ტელეფონები გვჭირდება რომ პიცა შევუკვეთოთ და SMS-ებისთვის.
თან სკოლის ჩატშიც არ არიან და ყველაფერს მე მეკითხებიან. ხო და მე ვიდეოების ყურება მინდა. არა იტყუება გაცნობის აპლიკაციის გადმოწერა უნდა რომ გოგოები გაიცნოს. კარგი ბავშვებო, ზიპს ჩემგან მიესალმეთ და უთხრეთ რომ ველოდებით სკოლაში. ახლა ვარჯიში გვაქვს კარგად? აბა ისე დიდი ხანია ჩემთვის არ გეკოცნია. კნოპა შენი სიყვარული გეძახის. ზაკატ, აკრძალულია სკოლაში კოცნა. ქვედა სართულზე აკრძალვები არ გვაქვს. ზალინა გაჩერდი, მალე კამერები იქნება. ვაიმე, ნასტია, რათა გემართა? ბანი, ძალიან უწუხვარ, მართლა სკოლაში აღარავინ მელაპარაკება, არ მინდა რომ ლუზერი ვიყო, მინდა რომ გუნდში დავბრუნდე, გთხოვთ. არა, ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა. ალექსა მოიცადე, ნასტია, თუ მართლა გინდა გუნდში დაბრუნება, უნდა დაამტკიცო. ხო, ძალიან ცუდად იქცეოდი აქამდე, მიუღებელია. მართალია, საშინლად მოიქეცი და შენი მეგობარი მერი სად არის? მერი და მე აღარ მეგობრობთ, ყველა თავისთვის არის და საერთოდ არც უნდა მას გუნდში დაბრუნება. მე თუ მივიღებთ გუნდში, მართლა გეუბნებით მასთან კონტაქტს გავწყვეტ, მართლა. ესე იგი ჯერ ბაჭიების გუნდს უღალატე და ახლა შენ მეგობარსაც ღალატო? ნასტია, მოდი ასე მოვიქცეთ, სახლში წადი, დამშვიდდი და ფიქრდი. ხო და ჩვენს დავფიქრდებით, გვინდა თუ არა რომ დაგაბრუნოთ გუნდში და გახსოვდეს ნასტია, თუ გუნდში დაბრუნება მართლა გინდა, ვეღარ გვიღალატებ. გოგოებო, მწვრთნელების დაელაპარაკეთ, ძალიან გთხოვთ. ეს ტირილი რა საჭიროა? მხოლოდ დიანას შეუძლია მწვრთნელებისთან ლაპარაკი. მისვენ ნასტია ვცდი, მაგრამ ვერაფერ შეგპირდები. დიანა, შენ კაპიტანი ხარ, შეგიძლია მწვრთნელების შეაცვლევინო აზრი. კარგი ნასტია, ვეცდები, მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ მე არ უწყვეტ. გოგოებო, ვარჯიში დავიწყოთ. მოდით, ხო, ახლა დაკავებულები ვართ. გოგოებო, მართლა რას ფიქრობთ? მოდი დავფიქრდეთ, ნასტია, უბრალოდ გახსოვდეს რომ თუ გუნდში დაბრუნდები, აღარ გვიღალატებ. კარგი, გპირდებით გოგოებო, მადლობა. კარგი მასკოტ, დავიწყოთ ვარჯიში. G A M A R J V E B A გამარჯვება! ბანი მაგარია! ნამდვილად მეგობრებო, ბანი ძალიან მაგარია. თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძარს. ახლა უნდა წავიდეთ, ვივარჯიშოთ. კარგად!